ბატონო. ახლა კი ჰოლივუდში უნდა გადავინაცვლოთ და გავიგოთ თუ რომელ ადგილებს ირჩევენ ვარსკვლავები ცხელი სეზონის გასატარებლად. ამაზე უფრო ვრცლად ჩვენი უცხოეთის ჟურნალისტი ნინი ტაველიძე თავის სიუჟეტში მოგვიყვება. ზაფხულის ცხელი დღეებისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავები განსაკუთრებულად ემზადებიან. თითოეულს თავისი საყვარელი კურორტი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობს. კარდაშიან ჯენერებისთვის ასეთი ადგილი წყნარი ოკეანის მარგალიტად წოდებული კუნძული ბორა-ბორაა. ცისფერი ლაგუნა, ფირუზისფერი წყალი და თეთრი ქვიშის სანაპიროები მათ განსაკუთრებულად მოსწონთ. სწორედ ბორა-ბორაზეა გადაღებული კარდაშიანების რეალიტი შოუს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ეპიზოდიც. კადრებს, სადაც ჩანს, რომ კიმ კარდაშიანი ბრილიანტის საყურეს ზღვაში კარგავს, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვარსკვლავური ოჯახი დიდ დროს ატარებს იტალიაშიც. კუნძული სარდინია კორტნი კარდაშიანის საყვარელი ადგილია. ჯეფ ბეზოსსა და ლორენ სანჩეს იახტით მოგზაურობა უყვართ. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და მისი რჩეული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, საბერძნეთს, იტალიასა და ესპანეთს ხშირად სტუმრობენ. როგორც უცხოური მედია წერს, ახლა დაქორწინებული წყვილი თაფლობისთვის კუნძულ სიცილიაზე ატარებს. ისინი ტაორმინაზე, სან დომენიკოს სასახლეში რჩებიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა. სერიალის სახელწოდებით თეთრი ლოტუსი მეორე სეზონი სწორედ ამ ადგილასაა გადაღებული. მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი კი კუნძულ მალიორკას ხშირი სტუმრები არიან. წყვილს იქ $3 მილიონ შეფასებული ვილაც აქვს, რომელიც 1990 წელს შეიძინეს. ცოლ-ქმარი ადგილობრივების მიმართ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა და იქ ყოფნის დროს მეზობლებთან ერთად წვეულებებსაც მართავს. რიანა ზაფხულის ცხელ დღეებს მშობლიურ კუნძულ ბარბადოსზე ატარებს. ბარბადოსი ჩემი სახლია და ყოველთვის ასე იქნება. ახლა უკვე ჩემი შვილებიც მომყავს და ერთად საოცარ დროს ვატარებთ. ლეონარდო დიკაპრიო უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებს, სადაც ეგზოტიკური გარემო და სიმშვიდე ერთმანეთს ერწყმის. მსახიობს იახტებით მოგზაურობა უყვარს. პაპარაცები მას საფრანგეთის რივიერაზე ხშირად აფიქსირებენ. დიკაპრიოს საყვარელ კურორტებში წამყვან ადგილებს კარიბის კუნძულები და ამალფის სანაპირო იკავებს. ჯორჯ და ამალკლუნები ცხელ სეზონზე კომოს ტბას სტუმრობენ. იტალიის სამხარეში წყვილმა მე-18 საუკუნის ვილად შეიძინა. როგორც ჯორჯ კლუნი ამბობს, თავს უკვე ადგილობრივად მიიჩნევს. კომოს ტბა მისთვის შთაგონების წყაროც არაერთხელ გამხდარა. ამალ და ჯორჯ კლუნებს კამერების წინ გამოჩენა არ უყვართ. ამიტომ, როდესაც საქმე დასვენებას ეხება, ისინი არჩევანს მშვიდ და ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებზე აჩერებენ. ბექემების ოჯახი დასვენების დღეების გასატარებლად ყოველ წელს განსხვავებულ ადგილებს ირჩევს. თუმცა ვიქტორია და დევიდი ყველაზე ხშირად მაინც იტალიას, განსაკუთრებით კი კუნძულ სარდინიას სტუმრობენ. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოჯახი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე იახტითაც ხშირად მოგზაურობს. ბიონსესთვის ზაფხულის სეზონი ოჯახთან ერთად დროის გატარების, დასვენებისა და შთაგონების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ბექემების მსგავსად ვარსკვლავი იტალიასა და ფრანგულ რივიერას ხშირად სტუმრობს. ჰოლივუდის ვარსკვლავები თანხმდებიან, რომ დასვენებაც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც სამუშაო პროცესი. ამიტომ ზაფხულის კურორტებს ყოველთვის დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით არჩევენ.